მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ დარიგებების დაკომენტარებას. იდეაში დარიგებების გარჩევას, მაგრამ დარიგებების დაკომენტარება უფრო გამოდის ხოლმე, იმიტომ რომ გასარჩევი დიდად არაფერი არ არის ხოლმე, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ იქნება ცოტა ისეთი სიტუაციები, რომლებიც გარჩევაც მოგვიწევს და რამე ახალს გავიგებთ, ან ახალ სიტუაციებს რამე განსხვავებული კუთხით შევხედავთ. ორი რეგულარის დარიგებებს გავარჩევთ. წინა ვიდეოში ვაპირებდი ამ დარიგებების გარჩევას, მაგრამ ძალიან დიდი ვიდეო არ გამოსულიყო, ის დავამთავრე. ჩაფიქრებული დარიგებების რაოდენობაზე ადრე დავამთავრე წინა ვიდეო, რომელიც უკვე დევს არხზე, შეგიძლიათ უყუროთ. და აქ დავაკომენტაროთ ორი რეგულარის დარიგებები, რომლებიც გამომიგზავნეს პირადად ეს დარიგებები. კარგი. დავიწყოთ მოდი მშობლიური ქართული რომებიდან და ამ მეორე რეგთან, პრინცთან გვაქვს კიდე რაღაც ცოტა ისეთი ეგზოტიკური რომებიც, თუ ძირითადად ევროპაბეთია. არა, პოკერდომი, ხო? ნუ ეგზოტიკური რა. პრინციპში პოკერდომია რა. კარგი, დავიწყეთ დაკომენტარება. ევროპაბეთი გვაქვს, ენელასი, ორი დამა, რეიზი, კოლი, სკვიზი. სკვიზის ზომაზე ვიტყვი რომ ცოტა შემცირებული საიზინგით სკვიზავს ოპონენტი, ზოგადად სტანდარტული არის 5x-ის სკვიზისთვის. მით უმეტეს უპოზიციოდ ცოტა უფრო დიდი საიზინგის ხმარებაც არ იქნებოდა შეცდომა, მაგრამ ცოტა შემცირებული საიზინგია. აქ ფორბეთი ლოგიკურია. ფორბეთი სტანდარტული საიზინგით არის, მაგრამ სკვიზის შემცირებული საიზინგიდან გამომდინარე შეიძლება ცოტა უფრო დიდი ფორბეთის მიცემა არ იქნებოდა შეცდომა, მაგრამ ნუ მაინც სტანდარტული 2.5 x-ი. ზოგადად პრინციპში დიპსტეკები არიან და ხო, რავი, უფრო დიდი საიზინგი არ იქნებოდა შეცდომა ნამდვილად, მაგრამ ნუ მოკლედ შეცდომაში ნამდვილად ვერ ჩავთვლით ამას. ფორბეთ პოტი. კარგი ფლოპია დამებისთვის. კი ბატონო. სტანდარტული სიბეთი 1/13, უფრო ცოტა მეტი, მაგრამ მივიღეთ რეიზი. რეიზი არის არც დიდი საიზინგით. ფორბეთ ბანკში. და აქ ჩვენ ეს რეიზი უბრალოდ დავქოლეთ. აქ ძალიან სიტუაციურად მიიღება გადაწყვეტილება ზოგადად, ძალიან ისეთი არატრადიციული სიტუაცია დიპსტეკებში, 200+ big blind-ით. ფორბეთ ბანკში ფლოპზე check raise რო იღებ, არ არის კომფორტული არასდროს, მაგრამ რატომღაც ამ სიტუაციაში ხომ რო უყურებ, ოპონენტი ძალიან ძლიერი არ მგონია რატომღაც რა, იმიტომ რომ ფორბეთ პოტში ხა ორიანებით და ხუთიანებით და 8-5-იანი და 8-2-იანი წესით არ უნდა თამაშობდეს. ან რაღაცა მონსტრები წესით არ უნდა ქონდეს. ან შეიძლება ქონდეს რაღაცა პრეფლოპიდან დამალული რამე კაროლები ტუზები, ძალიან იშვიათად ალბათ და შეიძლება ქონდეს რაღაცა ფლეშ დროები. ნუ ჩვენ რო დამაგული უჭირავს ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ ფლეშ დროებს ბლოკავთ ხო ტუზ დამას, კაროლ დამას. მაგრამ დამავალეცაც. და შეიძლება დამაათიანსაც დავი რა. ფორბეთის კოლი ამ ასე თქვა სიღრმეში შეიძლებოდა რომ ყოფილიყო დამაათიან გული. მაგრამ ნუ იდეაში კოლი მაინც სტანდარტულია რა. შეიძლებოდა დავუშვათ აქვე რეიზი წავსვა და აქვე სტეკზე თამაში, თუ იდეაში ვაპირებთ ამ დამებით სტეკზე თამაშს. მაგრამ ნუ მაინც თუ ისეთი სიტუაციაა რომ ოპონენტზე დიდი ინფო არ აქვს, კოლი სტანდარტულია. კარგი კარტი მოდის ჩვენთვის, ანუ სეტების რაოდენობა ისედაც არ იყო ბევრი ერთი რუიანები შეიძლება წარმოგვედგინა და ეხა კიდევ უფრო შემცირდა ოპონენტიდან რაღაცა ძალიან სუსტი საიზინგი მოდის, რა ვიფიქრობ აქ ფუში იქნება რელევანტური რა. მაინც კოლი, შეიძლება ოპონენტი ძალიან აგრესიულია და დავუშვათ ოპონენტის რენჯი ბევრი თრეშია და არ უნდა რომ თრეში დააყრევინოს და მაგიტო არ ფუშავს. მაგრამ თრეშის გარდა კიდე არის ფლეშ დროები და ოვერკარდები, ხო, ტუზ კაროლი, რავი, ან ოვერკარდი ერთი მაინც, ხო, ტუზ ვალეტი, ტუზ 10-იანი, რაღაც ეგეთი. არის კიდე ფლეშ დროები. რასთანაც ჩვენი, ასე ვთქვათ, ხელი იმდენად თავდაჯერებულად არ დგას, რომ ესე slow play გავაკეთოთ რა. ვფიქრობ, რომ თერზე უკვე გადაწყვეტილება მიღებული უნდა ქონდეს, ანუ სტეკზე თამაშობ თუ არა დამებით და უკვე ან ფუში უნდა გავაკეთოთ და ოპონენტი რთული გადაწყვეტილების წინაშე დავაყენოთ, ან მაშინ რივერის დაყრას უნდა განვიხილავდეთ რა. ეგეთი ვარიანტია. თუ ესე სუბთა ბლეფ კეჩს თამაშობთ, მაგ სიტუაციაში მაშინ ოპონენტზე უნდა ქონდეს ინფორმაცია, რომ ოპონენტი ძალიან აგრესიული და შეიძლება ამ სიტუაციაში რაღაცა ვალეტათიანით ან ვალეცხრიანით თამაშობდეს ეგრე რა. ანუ მანიაკი უნდა იყოს ოპონენტი რა. თუ მანიაკია, მაშინ კოლი მისაღებია. ჩეკი
მე იდეაში თერნზე ფუში ეხა ხვდებით რომ რა უხერხემლო მდგომარეობაში ჩააყენებდა ოპონენტს, ხო? ოპონენტს ხო ძალიან დიდი equity ქონდა, overcard-ი ქონდა, გაჩოტი ქონდა, flash draw, ძალიან დიდი equity ქონდა და სავარაუდოდ თერნზე ეხა მოდი ოცებს არ დავითვლი, სავარაუდოდ უარყოფითი ოცების წინაშე დადგებოდა, მაგრამ როგორც წესი ქოლავენ ხოლმე რა ეგეთ სიტუაციაში, ანუ შეცდომაში ნაღად ვერ ჩაუთვლიდი ქოლს რა. როგორც წესი ქოლავენ ხოლმე, მაგრამ მაინც დასაყრელი იქნებოდა სავარაუდოდ თერნი. თერნის ფუში მომეწონებოდა მაგ სიტუაციაში. თუმცა რა არის ეხლა როცა ესე განიხილავ დარიგებას ერთია და როცა მაგიდასთან უშუალოდ ზიხარ და 200 პლუს BB სიღრმეში თამაშობ 4bet pots, ეგ საერთოდ სხვა რამეა, ეგ საერთოდ სხვა დინამიკაა, ეგ სხვა დაძაბულობაა და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება არც ესეთი ადვილია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით წარმოვიდგინოთ. საინტერესო დარიგება იყო ნამდვილად. წავედით კაროლებით. ისევ ენელასი, აჭარაბეთი წამოვიდა. ისევ დიფები. ზოგადად დიფებში თამაში უფრო საინტერესოა. დიფები საერთოდ ცოტა განსხვავებული სტრატეგიაა დიფებში და მე ანუ სიმართლეს გეტყვით, ანუ ვერ ვიტყვი რომ აი სპეციალისტი ვარ დიფსტეკების რა. ნამდვილად ძალიან ბევრი ასე თქვა სპოტები მაქვს დასამუშავებელი დიფსტეკებში, ასე რომ ნუ ესეც თეორიაში ითვლება იდეაში. მოკლედ მივიღეთ სიტუაცია, სადაც რეიზია ჩვენ დავატრიბეთეთ, მივიღეთ კოლი ტრიბეთზე. უბრალოდ სკვიზი გავაკეთეთ, ანუ ორი ოპონენტის წინააღმდეგ გავაკეთეთ ტრიბეთი, მაგას სკვიზი ქვია და სკვიზზე მივიღეთ კოლი. სკვიზის საიზინგი მშვენიერია. ფლოპზე გავაგრძელეთ აგრესია 1/13-ით. მე ეს საიზინგი არ მომწონს, პირდაპირ ვიტყვი. უპოზიციოთ სიბეთები 1/13-ით ძალიან ცუდად მუშაობ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე. მით უმეტეს flash draw board-ია, მით უმეტეს low board-ია, ოპონენტთან არის რა ვიცი, 8-იანები, 9-იანები, 10-იანები, ყველაფერი, flash draw-ები. აქ მე ვიხმარდი 3/4-ს პირდაპირ, ანუ ზოგადად უპოზიციოთ სიბეთებზე, მე მაქვს ხოლმე ნახევარი პოტიდან სადღაც პოტამდე რა, 3/4-დი, შეიძლება 90% გავიდე. აი, გააჩნია ხოლმე ტექსტურას. ამაზე ვიდეო ჩაწერილი მაქვს. ეს არის პოკერის სტრატეგია post-flop-ი, post-flop action-ი, სადაც თლიანად post-flop action-ზე ვლაპარაკობ და მათ შორის საიზინგებზე და ასე შემდეგ და გავუწევდი რეკომენდაციას. მეორე ბარელი საიზინგი ისევ არ მომწონს. ნუ ეს არის ნახევარ პოტზე ოდნავ მეტი. და რაც აი აქ მე უკვე როგორ საიზინგს ვიხმარდი. აქ ვიხმარდი ისეთ საიზინგს, რომ რივერზე ფუში გამეკეთებინა, უკვე კომფორტული ფუში გამეკეთებინა რივერზე. უკვე ანუ ოპონენტი ბანკზე ყოფილიყო მიმული რა. რაც გულისხმობ ხა. ანუ როცა ოპონენტი flash draw-ს ათრევს, ან დაუშვათ რაღაცა 9-იანები უჭირავს ხელში ან რაღაც 8-იანები, ხო? მე მინდა რომ ბანკზე მიგობა, იმიტომ რომ flash draw თუ ააცდინა, რივერს მე დავფუშავ. მინდა რომ უკვე მიმული იყოს ბანკზე და აი აცდენილი flash draw-თიც უკვე არაკომფორტული იყოს მაგისთვის ace high-ზე დაყრა დაუშვათ რა. და შეიძლება ace high-ზეც მივიღო call-ი. აქ მე თითქმის pot-bet's გავაკეთებდი, ანუ 50-55 ლარი ალბათ სავარაუდოდ სადღაც იქნებოდა ჩემთვის. რელევანტური. ეხლა ისე გამოვიდა, რომ პოტი გამოვა 128 ლარი და ჩვენი სტეკი იქნება უფრო დიდი. აი ამას გავითვალისწინებდი მე, რომ ჩემი სტეკი ყოფილიყო პოტზე პატარა რივერზე. აი ამ ჭრილში შევხედავდი რა. არათუ პატარა, არამედ ბევრად პატარა რა. ეხლა უკვე პოტზე დიდი სტეკი მაქვს. ანუ აქ overbet-ი უნდა დავფუშო ეხლა მე. და overbet-ი შეიძლება უკვე ოპონენტმა მაგალითად რაღაცა 8-იანებით აღარ გადამიხადოს. აი 9-იანები აღმოაჩნდა ოპონენტს, ხო? ნუ ეხლა 9-იანებისგან მაინც მივიღეთ კოლი გასაგებია, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა რომ fold-ი მიგვეღო, არ იქნებოდა პრობლემა. overbet-ს როცა აკეთებ რივერზე, 9-იანებს რო დააყრევინო, ძალიან ბევრი ოპონენტი დაყრიდა, მაგრამ ეხლა ხო წარმოგიდგენიათ საერთოდ flash draw რო ქონოდა. flash draw რო ქონოდა, ნუ რივერზე ამ მთავარ value-ებს საერთოდ აღარ მივიღებდი. შესაბამისად თერნი იყო ჩვენი flash draw-ების წინააღმდეგ ბოლო value-ს მიღების შანსი. აი flop-ზე რო ცოტა დიდი საიზინგი გვეხმარა, ხო? თერნი შეიძლება უკვე აი ფუშთან ახლოს ბეთი გაგვეკეთებინა, ან თერნივე გაგვეკეთებინა ფუში რა. ნუ გასაგებია რომ ეხა ტრიბეთ ბანკში ძნელია პოტის ეგრე გაბერვა კაროლებით რომ თერნზე ეგრე 200 BB დაფუშო, მაგრამ აი მაინც შესაძლებელი იყო ჩემი აზრით, ხო? აი მაგალითისთვის ნახოთ.
ეხა აქ რო გვეხმარა სიტყვაზე რაღაცა 3/4-ით დავშვიდე 25 ლარს გასულიყავი 50 84 ლარი იქნებოდა უკვე პოტი ამ 84 ლარში უკვე ჩვენ შეგვეძლებოდა რომ გავსულიყავით ფუში არა მაგრამ თითქოს პოტბეტს რო გავაკეთებდით უკვე რივერზე აქ რო ჩვენ სიტყვაზე გავსულიყავით 84 ლარში რაღაცა 75 სიტყვაზე 150 250 ლარი იქნებოდა პოტი და ჩვენ გვექნებოდა რაღაც 1/3 პოტი ფუში 1/3 პოტი ფუში რო გვექნებოდა რივერი გასაკეთებელი ხო? ჩვეულებრივად A size-ზე მივიღებდით ქოლებს მე მგონია რაღაცა ტუზვალეთ გულისგან. ჩვეულებრივად რა. ცხრიანებთან გასაგებია ეს ამანაც იმუშავა. ერთადერთი მოკლედ მაგ სიტუაციაში ყველაფერს ისე გავაკეთებდი როგორც გააკეთა ჩვენმა მოთამაშემ, მაგრამ ვიხმარდი უბრალოდ დიდ საიზინგებს, იმიტომ რომ კაროლებია, იმიტომ რომ squeeze pot-ია და იმიტომ რომ ძალიან არაფრის მომცემი ფლოპია რა. რომელზეც ანუ იხდის ძალიან ბევრი ჰენდი იხდის ოპონენტთან. და კიდე ერთ რამეს დავამატებ, რომ ზოგადად ცოტა დიდი საიზინგებით როცა აჭერ ოპონენტებს უფრო ნაკლები დამაჯერებლობა აქვს ხოლმე ბზონებს, იმიტომ რომ არ ერიდები რომ დააყრევინო ოპონენტებს, ხო? უფრო უადვილდებათ ხოლმე რომ ბლეფები მოგიგონონ რა. არა ეგ ხა ინდივიდუალურია, ხა ყველა მოთამაშეზე ერთნაირად არ არის ეგრე, მაგრამ არიან მოთამაშეების ასე ვთქვათ რიგი კატეგორიები, რომლებიც ასე ვთქვათ დიდ ბზონებს უფრო ნაკლებად იჯერებენ, ვიდრე ისეთ რაღაც ჩვეულებრივ value ბზონებს რა, ნახევარი პოტი 2/3 პარგლებში. squeeze ვაკეთებთ. ესე იგი, ჩვენ გავაკეთეთ squeeze პოზიციაში დაგვიქოლეს და flop-ზე მივიღეთ donk-ბეთი. მოდით თავიდან უყუროთ. აი ისევ ენელასია, ისევ deep stack-ები 400 BB, 374 BB სიღრმეში, ეს საკმაოდ ეგზოტიკური დარიგება ჩანს. squeeze donk-ბეთი, გასაგებია. ესეთი donk-ბეთი საერთოდ საკმაოდ არაკომფორტულია. ესეთი donk-ბეთის მიღება, მაგრამ ეხლა საიზინგიდან გამომდინარე და იმევიდან, რა ქვია მას. სიღრმიდან გამომდინარე ქოლია, რა თქმა უნდა. და ფუში, ხო? გასაგებია. ეს ეხა სიტუაცია, სადაც ჩვენი ოპონენტი არის, ჰიპერაგრესიული მოთამაშე, სავარაუდოდ ჩვენ გვაქვს ამ ადამიანზე ინფორმაცია, იმიტომ რომ როცა აი ამ ქმედებას აკეთებს, აი ამ ხელაუერბეთს ფუშავს ოპონენტი თერზე, ჩვენ სავარაუდოდ წინა დარიგებებზე ამ ოპონენტზე საკმარისი შთაბეჭდილება მოგვიგროვდებოდა. ასე რომ ვფიქრობ, რომ ვალეტების დაყრა შეიძლება, არ ვიტყვი არ შეიძლება მით ვალეტების დაყრა, შეიძლება, მაგრამ როგორც ასეთი ამ ოპონენტის ფუშის რეინჯთან ალბათ წინ ვართ ინფორმაციიდან გამომდინარე. თუმცა შეიძლება ეგრე შეხედოთ სიტუაციას, რომ დავუშვათ ეს არის სიტუაცია, სადაც შენ ტუს კაროლის ბევრჯერ გეყოლება და კაროლ დამას ბევრჯერ გეყოლება და დავუშვათ უზებიც ბევრჯერ გეყოლება და შეიძლება რომ ვალეტები დაყარო დავუშვათ ესეთ სიტუაციაში. არ არის ანუ არ არის შეცდომა ვალეტების დაყრა ნაღად არ იქნებოდა, იმიტომ რომ ესეთ ოპონენტთან აი ამ განმოსახედიდან რომ შევხედო, რომ უფრო უკეთეს სიტუაციასაც იპოვი ძალიან ადვილად რო გასტეკო რა. მით უმეტეს 400 BB სიღრმეში რა. მაგრამ მეორე მხრივ სუფთა მათემატიკურად და სტატისტიკურად რო შეხედო, სავარაუდოდ ჰიპერაგრესიული მოთამაშის წინააღმდეგ მთლიანი რეინჯის წინააღმდეგ და რაღაცა ვალეტების პლუსავი ქოლი უნდა იყოს. ყველა ვარიანტში პლუსავი ქოლი უნდა იყოს. პროსტა აი დისპერსიის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ 400 BB სიღრმეშია თამაში, აი ვალეტების დაყრა მე ვფიქრობ, რომ მაინც არ არის შეცდომა ამ სიტუაციაში და შეიძლება დაყრა რა. თუმცა ეხლა მომენტმა რა გვანახავ, ხედავთ ყველანი, ანუ 0 აუტი. გასაგებია, აქ ინფორმაცია, აქ თავარ როლს ინფორმაცია თამაშობდა. ეს არ არის სტანდარტული დარიგება რა. NL 1000 ესე იგი რეიზი, მივიღეთ ტრიბეთი, ფორბეთის ქოლი. აქაც რამ სიღრმე სტეკებია, აქაც 400 BB, თითქმის 400 BB სტეკები მივიღეთ. მე მგონი ეს რა დარიგებებით გაგურჩევია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტი იქნება, იმიტომ რომ ერთი პოტი გავარჩიეთ, სადაც იყო დაახლოებით 500-4000 რაღაცა ლარი რა. პოტი და ეს მე მგონი ცოტა უფრო დიდი პოტი იქნება, აქ ეფექტური სტეკია 400 ლარი. ტუზები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ესეთ სიტუაციაში
გიჭირავს, ანუ 4bet პოტია. სხვადასხვა 4bet-ის sizing-საც შეეხება, აქ აი 300 რაღაცა არის, ხო? 4bet-ის 3.5x 4bet-ია, ხო? აი ეს ძალიან მომწონს, გაზრდილი sizing-ით და 4bet-ება. ერთი იმიტომ რომ პოზიცია არ აქვს, მეორე ერთი იმიტომ რომ ესეთი deep stack-ები გვაქვს და პლუს კიდე აქ რაღაცა ინფორმაციაც აქვს რა. მოთამაშეს ოპონენტზე. ნუ ფლოპი ისეთია რომ ვერაფერს დაუწუნებ. ოლინი კოლი და 5-6. ნუ გასაგებია, როცა ესეთ deep stack-ებშია თამაში, ზოგადად პრეფლოპზე რა ხელი გიჭირავს, მაგას ცოტა უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე რა, ამიტომაც აი თუმცა მეორე მხრივ აი ამ ფლოპზე 5-6-იანი ვალეტი როცაა ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა მოთამაშე, იმიტომ რომ ერთი ის ფაქტორი იყო, რომ ფლეშ-როს ჩვენ ბლოკავდით ტუზგულით, გასაგებია ეგ, მაგრამ მეორე ის იქნებოდა, რომ იქნებოდა ოპონენტზე ზღვა ინფორმაცია, რომ ოპონენტი თამაშობდა საუბრობოდ ჰიპერაგრესიულად რა. იმიტომ რომ აქ არის აშკარად ძალიან გაბერილი სტეკები, რაც ნიშნავს ძალიან დიდ actions ან წინარე დარიგებებზე ძალიან დიდ actions, იმიტომ რომ მოთამაშეების ხედან, რავი, ძალიან გაბერილი სტეკებით ყველა. თითქმის 300 პლუსი ბლაინდებით, 400 პლუსი ბლაინდებით. ვერაფერს იტყვი, ტუზები რა, მე მგონი, სათამაშო იყო ბოლომდე. NLC, Raise call, ხო? ესეთი კოლები, მithumetes აი 5 ბლაინდი Raise-ის წინა, კი deep stack-ებია, მაგრამ ხო, მაინც არ მომწონს მე, ანუ კონექტორებით, ანუ ერთი ბერის კონექტორებით cold call-ით შეყვანა, კი შეიძლება, ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა სასწაულად დიდი შეცდომაა მეთქი, მაგრამ როცა უკანო საინტერესო ხალხი ზის, როცა ოპონენტი თვითონ საინტერესო ადამიანია და თან sizing-ი რა, sizing 5 ბლაინდით რო იხსნება ოპონენტი, მაინც გონია რომ ერთი ფერის კონექტორი ნამეტანი არის რა, ნამეტანია შეყვანა. ეხლა დანარჩენი უკვე მონსტრი გვაქვს, ხმა გავთიშოთ. და ოპონენტსაც იგივე ჰენდი ეჭირა, მაგრამ ჩვენ free roll-ი ქონდა, იმიტომ რომ flash რო წაგვივიდა თერნზე. გასაგებია ეს დარიგება, გასაგებია. ტუზები მშობლიური ენალ 50, Raise call-ის quiz-ი ალბათ, კი ბატონო. აჰა. ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფუში იყო თერნზე. უბრალოდ floppy section-ი მაინტერესებს. Raise დაკოლა, ხო? აი მე flop-ზევე გავზდიდი აქ, flop-ზევე, ანუ ძალიან ასე ვთქვათ, აგრესიულად გავათამაშებდი ტუზებს, იმიტომ რომ wallet high board-ია, wallet high board-ზე შეიძლება იყოს wallet-ი და უბრალოდ ყველაფერი დამთავრდეს flop-ზე. რატო? იმიტომ რომ თერნზე შემოვიდეს ბევრი action killer-ი რა. ნუ გულისხმობ flash card-ი რა. flash card-ი მოდის თერნზე და action killer-ია. მეორეს მხრივ ეხლა თუ ოპონენტი ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ შეიძლება ცარიელი ხენით აკეთებდეს მაგას, ხო? მაგ შემთხვევაში call ჯობია, იმიტომ რომ უბრალოდ ოპონენტი არ შევაშინოთ და დავუშვათ ვაცადოთ რომ იბლეფოს, მაგრამ კიდე ერთი ვარიანტი როცა პოზიცია არა მაქვს, მე თერნი უნდა დავჩეკო, გაიგე და მე რომ ეხლა თერნზე დავჩეკავ ოპონენტისგან ჩეკი მივიღო და რივერზე წავიდე, უკვე აღარ მაწყობს ამ ტუზებით რა. შესაბამისად, უპოზიციოთ მე უფრო ასე ვთქვათ, აგრესიულად გავათამაშებდი ფლოპზევე, ანუ ფლოპზევე გავზდიდი რა და ასევე ვეცდებოდი რომ ფლოპზევე ჩამედო ჩემი მთელი სტეკი პოტში რა. პოზიციაში კი ბატონო, პოზიციაში ცალსახად კოლი იქნებოდა, ორი აზრი არსებობს ეგეთი check raise. ხო, ნუ check raise იდეაში არ იყო, უბრალოდ raise იყო, ანუ პოზიციაში იქნებოდა check raise რა, ანუ ოპონენტისგან და ჩვენ დავკოლავთ, იმიტომ რომ ანუ იმას გულისხმობ, რომ გადაწყვეტილებას უკანასკნელი იღებ პოზიციაში, შესაბამისად ოპონენტმა ჯერ უნდა დაჩეკოს იმისათვის, რომ მე შენი ფსონის წინააღმდეგ გაზარდოს. და უპოზიციოთ შენ გადიხარ და ოპონენტი პირდაპირ გირეიზებს რა, დაახლოებით მაგას გულისხმობდი check raise-ში. აჰა. Raise, ტრიბეტის call-ი, ნუ 4bet-ი თავისთავად, sizing-იც გადასარევია, ჩემი აზრით. call-ი. ნუ დანარჩენი ხა ალბათ აქ ბევრი არაფერი მოსაფიქრებელი აღარ გვექნება. გასაგებია ყველაფერი. ესე იგი, ეს არის single raise bot-ი. უბრალოდ blind-ი დავიცავით.
ოპონენტი არის Medmex 13, ეს მე არ ვარ, მე უბრალოდ Medmex-ი მაქვს ნიკი აჭარაზე, მაგრამ აი სხვა Medmex-ის ყოფილა ჩემს გარდა ეს არ ვიცოდი. ხდარიგებას აღარ ვუყურე, მე Medmex-ის ნიკს უყურებდი, მაგრამ მოდი ვნახოთ აბა Medmex-ა როგორ გაათამაშა. დარიგება Operazy, ტუზვალეტი ვალეტში მოხდა. აქ მიიღო 2x overbet-ი. უბრალოდ დაქოლა 2x overbet-ი და მიიღო river-ზე მეორე 2x overbet-ი. აჰა, კი ბატონო, ძალიან კრეატიულად არის გათამაშებული ეს დარიგება, ძალიან კრეატიულად არის გათამაშებული ეს დარიგება ჩვენი მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი მოთამაშის მხრიდან. კი ბატონო, ოპონენტი ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე იდგა river-ზე, სადაც 2x overbet-ის დაქოლა უწევდა მეორედ ტუზვალეტით, თუმცა ფიქრობ რომ დაყრა მაინც შეიძლებოდა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთმანეთზე რა ინფორმაცია ქონდა მოთამაშეებს, გააჩნია ჩვენ გმირს ალბათ ქონდა ის ინფორმაცია, რომ ის ოპონენტი ასე ვთქვათ რეკრეაციული მოთამაშე იყო და დამქოლავი იყო რა. ვალეც არ დაყრიდა. მაგრამ მეორეს მხრივ იმის განმსახედიდანაც ანუ ორი ფლეშ დრო აცდა და ოპონენტი თითქმის არაფერს არ განასახიერებდა რა და თუ ესეთი აგრესიული დინამიკა იყო, ტუზვალეტის დაყრა მესმისას ნელი იქნებოდა, მაგრამ ნუ მაინც შესაძლებელი. ახალი დარიგება ისევ ენელასი. ორი ქოლი მივიღეთ. სტანდარტული სიბეთი, სტანდარტული ქოლი, მეორე სიბეთი, აბა overbet-ი, ნახეთ, თერნი. კი, საკმაოდ ისეთი მისაღები ქმედება, უბრალოდ flop sizing-ი. ნუ გასაგებია. კი ბატონო, საკმაოდ მისაღები ქმედება. იქიდან გამომდინარე, რომ flash droders, ბევრი გაჩოტიდებს ძალიან და ბევრი ესეც აქვს რა, არაც შეიძლება ქონდეს ოპონენტს, ანუ დამაზე ან ვალეტ 10-იანზე შესაბამისად აი ესეთი რომ არ მოეფერებია ცოტა დიდი საიზინგით გახვალ, სტეკების გათვალისწინებით ცოტა პოტი გაიბეროს, რომ რივერი კომფორტულად დაფუშო, ხო? ძალიან კრეატიული და ძალიან ისეთი მოსაწონი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით. მოდის რაღაც რივერი, ნუ ბლანკი იდეაში და ფუში არა. ჩაოლებრივად. იდეაში თემზე ფუშისთვის შეამზადა ეს პოტი, ხო? overbet-ით. მაგას ემსახურებოდა. და დამა. საერთოდ ეგ არის რა, როცა ოპონენტს დასვავ ტოპ წყვილზე, რეკრეაციულ მოთამაშეს, როგორც წესი ხელს აღარ უშვებენ იმას. იმ ტოპ წყვილს ვერ დააყრევინებ, ანუ აფიქრობენ რომ არ იყრება და შესაბამისად ამით უნდა ისარგებლო და ანუ არ უნდა მოერიდო დიდი საიზინგებით თამაშს რა. თავიდან Razy, ტრიბეთი, ქოლი. ესე იგი UTG big line-ზეა საკმაოდ ესეთი არადინამიური პოზიციებია, ეს გავითვალისწინოთ. სხვადასხვა ფერის ტუზვალეტი ქოლით მიღებად შეიძლებოდა პრეფლოპზე, მაგრამ ტრიბეთიც არ არის შეცდომა, რა თქმა უნდა. სიბეთი ფიქრობ რომ სტანდარტული იყო, მეორე ბარელიც აბსოლუტურად სტანდარტულია, მეორე ბარელზე ხა ოპონენტი ფლეშ დროებით იხდის, შეიძლება რაღაც რიგ შემთხვევებში გაჩოტებით იხდიდეს და მეორე ბარელი აბსოლუტურად მისაღებია. თუმცა უპოზიციოთ მეორე ბარელის გაკეთება ცოტა რივერზე არაკომფორტულ სიტუაციაში გვაყენებს, მაგრამ ნუ იდეაში აქ ალბათ დინამიკაში ოპონენტებს ერთმანეთზე ინფორმაცია აქვს და აი იმ ინფორმაციას დაყრდნობით ბევრ ამის აკეთებს. ზოგადად ეს გათამაშების ხაზი რა, გათამაშების ხაზიც ეხა წაიყვანა ჩვენმა გმირმა ამ შემთხვევაში არ არის სტანდარტული, ძალიან ხშირად უბრალოდ კაროლს ნახავ იქ რა, ესე თუ გაათამაშებ, მაგრამ მეორე მხრივ თუ ოპონენტი იცი რომ არის რეკრეაციული მოთამაშე, რეკრეაციულ მოთამაშეებს ძალიან უყვართ ხოლმე დავუშვათ ესეთი გაბერელ პოტებში აცდენელი ფლეშ დროების დაფუშვა რა. შესაბამისად რივერის ჩეკი მე ძალიან მომწონს რა, ანუ ჩეკ-კოლი რივერი ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი ცუდი ამბავი არის რომ ჩვენ გვაქვს გული, მაგრამ ნუ როგორც წესი ეს ხელს არ შეუშლილა ოპონენტს რომ იმას რამე გულები ქონოდა რა. ტრიბეტის ქოლის რეინჯი რა. თუ მაგალითად აი ოპონენტზე გვაქვს ინფორმაცია რომ კაროლით ცოტა უფრო აგრესიულად ითამაშებდა, მაგ შემთხვევაში აბსოლუტურად იდეალურად არის გათამაშებული, ანუ რივერზე ეს ჩეკ-კოლი და ეჭვიც არ მეპარება რომ ეხლა მაგეთ იქნება. ნუ ფლეშ დროც არ არის იდეაში, საერთოდ გაჩოტი არის რა, ანუ იდეაში ქონდა გაჩოტი დამაზე და თერზე დაიჭირა უკვე მეორე გაჩოტი, რასაც დაბლ ბელი ბასტერი ქვია, რაც არ მიხსენებია მე მგონი ვიდეოებში, ანუ ორმა გაჩოტს ქვია დაბლ ბელი ბასტერი, ანუ არის OEST, ანუ Open Ended Straight Draw,
რაც ანუ ქვია ღია დაბოლოებულ სტრიტ დროს და არის გაჩოტი, რომელიც შიდა სასტრიტია, იმ შემთხვევაში რაც აქ ფლოპზე ექნებოდა, ანუ დამა გაუსტრიდავდა. ეს არის გაჩოტი და როცა მეორე გაჩოტი მოდის, ამას ქვია double belly buster-ი და ან double belly buster-ი განსხვავდება OSD-სგან განსხვავდება იმით, რომ ანუ 7-იანით და დამით ეს მოთამაშე სხვადასხვანაირ სტრიტებს აწყობდა რა, ანუ სხვადასხვა სტრიტს აწყობდა, ასე ვთქვათ რა. და მაგით განსხვავდება იდეაში OSD-სგან. ანუ ორმაგი გაჩოტია რა დაახლოებით. კაი, თავიდან. ესე იგი, რეიზი ბატონიდან მივიღეთ ტრიბეთი. ნუ ტრიბეთი დაკოლვა ბატონზე, აი 5-4-იანი 1/5-იანით ვერ ვიტყოდი რომ მაინდა-მაინც აუცილებელი რამეა. მაგრამ მინდა რომ გადავამოწმო იმაში რა, GTO Wizard-ში. მოდი ესე გავაკეთოთ ბატონიდან, გავაკეთოთ უბრალოდ open raise-ი. Big line-ზე მივიღეთ ტრიბეთი, ხო? აი აჩვენებს რომ რაღაც პატარა სიხშირით შეიძლება რა დაკოლვა. ხო. 1/5-იანით ტრიბეთის. მაგრამ აი მე სიმართლე რომ თქვა არ მომწონს ესეთი ტრიბეთის კოლები რა. საიზინგი როგორი იყო ერთოდი? 2.5 ვები რა და 12 ვები. ხო, კი, ცოტა შემცირებული საიზინგი რახან იყო, კი ბატონო, შეიძლება. მაგ სიბეთი ხა უკვე როცა 5-4-იანით ტრიბეთი დავკოლეთ, იდეაში ამაზე კაი რა ფლოპი უნდა მოსულიყო. ან რა თერნი უნდა მოსულიყო ამაზე კარგი. აქ მე ვფიქრობ უკვე რეიზია თერნი, იქიდან გამომდინარე ერთი მონსტრი, ანუ ერთი ფლეშ დრო ქონდა ძლიერი, რომელიც კიდე გაჩოტიც იყო, ანუ კომბო დრო იყო, თერზე მოდის სკერი კარდი, ანუ რომელმაც იდეაში ოპონენტისთვის შეიძლება ხანდახან იყოს მეორე ოვერკარდი, მაგალითად 9-იანებისთვის, 8-იანებისთვის, 7-იანებისთვის შეიძლება მეორე ოვერკარდი იყოს. ვალეტებისთვის შეიძლება პროსტა არაკომფორტული კარტი იყოს, ანუ პირველი ოვერკარდი იყოს, თან მეორე ფლეში რო წავიდა, მოკლედ, აქ ვფიქრობ, რომ უკვე ამ ჩვენი 5-4-იანით კარგი იქნება თუ დავიწყეთ ბლეფს. თან ოპონენტისგან არის ძალიან არათავდაჯერებული ფსონი მეორე ბარელი 1/13. ძალიან არათავდაჯერებული ფსონია, შესაბამისად, აქ ვფიქრობ, რომ ცალსახად რეიზია, მინიმუმ 4x-ი, შეიძლება ცოტა მეტი. 45 ლარი თავისუფლად აქ არის რეიზი, მithom ესეთი აი ზუსტად ის გააკეთა ოპონენტმა, რაც ოპონენტმა რაღაცა და მოთამაშემ რაც მოუყევი. და უფრო კარგადაც გააკეთა 49 ლარი, კიდევ უფრო უკეთესია, დიდი საიზინგი, არ არის პრობლემა. უბრალოდ აი აქ, უბრალოდ მე რა არ მომწონს, აი ცოტა ძალიან დიდ საიზინგში ხა ოპონენტის ტექსტს რო შევხედე, უკვე აღარ მომეწონა იმდენად ესეთი საიზინგი, იმიტომ რომ მე აქ მინდა რომ ისეთი რეიზი გავაკეთო, რომ რივერზე მქონდეს უკვე ფუში რა. რივერზე მქონდეს ესეთი ფუში, რომ ფოლდეკვიტი კიდე მჩებოდეს. ხა აქ ოპონენტმა რო გადაიხადოს ეს ფსონი რივერზე უკვე ფოლდეკვიტი თითქმის აღარ მჩება, იმიტომ რომ პოტს ებმება ოპონენტი. აქ ცოტა შემცირებულ საიზინგს გავაკეთებდით 40 ლარამდე გავაკეთებდი რეიზს და უკვე ნებისმიერ რივერზე დავფუშავდი რა, მაგის გამო. ნუ, გასაგებია. აქ სავარაუდოდ უკან ვიყავით, ხო? კი ბატონო, გასაგებია. უკან ვიყავით და მოვიდა ჩვენი კარტი, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ შეცდომით ვითამაშეთ. შეცდომა ნამდვილად არ დაგვიშია, იმიტომ რომ ამ რეიზის მერე აქ უკვე 230 ლარში ჩვენ გვქონდა დასამატებელი 50 ლარი. თითქმის პირდაპიროცებზე არა, პირდაპიროცებზე კოლი ვიყავით რა. გასაგებია რომ დიდად პლუსავი კოლი არ იყო, მაგრამ აი 0-თან ახლოს კოლი იყო, რაც ნუ იდეაში ფოლდი აღარ ქონდა, მივებით ბანკს რა, ჩვეულებრივ მივებით ბანკს. გასაგებია. მაგრამ სწორი რეიზი იყო, ნამდვილად სწორი რეიზი იყო, ცოტა თუმცა მეორე მხრივ აი იმის თქმა მინდოდა რომ აი 5-4-იანით ტრიბეთის დაკოლვას ძირითადად ესეთი არაკომფორტული დარიგებები მოყვება, სადაც მოგიწევს რომ ფლეშ დროთი დააჩეკრეიზო, იბლეფო, რაღაცა ხდება ცოტა ესეთი IQ 200 დარიგებები რა და თუ ეხა ოპონენტები არიან ისეთი რომელსაც გიწევს რომ რაღაცა ეგეთები ეთამაშო, კი ბატონო, მაგრამ როცა რეკრეაციულ მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობ, ანუ არ არის აუცილებელი ეს დრამების მოგონება, უბრალოდ 5-4-იანი ერთი ფერის
ვიპარავდი ბლაინდებს, ვერ მოიპარე გადაყარე ჩვეულებრივად, რა გეყოლება ვალეტები და დააფორმეტებ და მოუგებ, ანუ ჩვეულებრივად ან რეკრეაციულ მოთამაშეს ეგრე უგებ ფულს რა პოკერში, ან ეგეთი თემა მაგა. როცა ეხლა რაღაცა რეგვარებში ხარ და იქ რაღაცა ტრიბეთის კოლის რეინჯის დაბალანსება გიწევს და რაღაცა ეგ სხვა ამბავია ეხლა. იქ მაშინ 5 ან 4-იანით რა თქმა უნდა, იქ სოლვერის მიხედვით, სოლვერი როგორც გვაჩვენა თითქმის 27% შემთხვევებში კოლავს ტრიბეთს. ხო, კაი, წავედით ტუზებით. Crazy. Squeezy. ნუ, ისე გაიბერა პოტი რა ქრა, ფლოპზე ეგრევე all-in-ს არ იქნება შეცდომა პირდაპირ. და აგერ გააკეთა კიდევაც კაცმა all-in-ი. მე თქვი რომ ჩვენი მხრიდან all-in-ი არ იქნება შეცდომა, ტუზდამის მხრიდან რა თქმა უნდა იყო შეცდომა. ხო, გასაგებია ეგ. შვიდი ბლაინდი იზოლირება. ამაზე მე სხვა ვიდეოში ვლაპარაკობდი, აი იმ იზოლირებაზე, გასაკუთრებით ვიდეოს გარჩევაში, სადაც დავინჩის ვიდეო გავარჩიე, სხვა იმ იზოლირების საიზინგზე ვლაპარაკობდი და აი კიდევ ერთხელ ახაც გავიმეორებ, ანუ იზოლირება არის საჭირო დიდი საიზინგით. კი, შვიდი ბლაინდი შეიძლება ამას არ იყოს საჭირო, მაგრამ იდეაში შეცდომა ნამდვილად არ არის. მით უმეტეს დიპსტეკებში. ნუ დანარჩენი უკვე ორ წყვილში მოხდით. აი ეს დონკი არ არის ასიამოვნო ნამდვილად, მაგრამ აქ უკვე ისევ ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი ოპონენტზე, რამდენად აგრესიულია და ასე შემდეგ. ოპონენტა შეიძლება იყოს ხოლმე რიგ შემთხვევებში ტუზიქსები, მაგალითად იქ რაღაცა ტუზდამა ან ნებისმიერი ტუზიქსი გული, მაგალითად ხო, ფლეშის მომოდინე ხელი, რომელმაც ტუზი დაიჭირა თერნზე. ამ შემთხვევაში ტუზხრიანი იყო, რომელმაც ვერც არც ფლეშს ელოდებოდა, არც არაფერს, უბრალოდ რატომღაც გააკეთა ეს, რაც გააკეთა. მაგრამ ნუ გასაგებია, რომ რეკრეაციული მოთამაშის მხრიდან, ანუ ტუზიქსით ესეთი თამაში მოსალოდნელი იყო. მე უფრო გულებზე ვსვავდი, იმიტომ რომ დავხედე ფლოპზე ტუზიქსი ფლეშს ელოდებოდა, თერნზე მოვიდა ტუზი და დაიწყო უკვე აგრესიულად გათამაში, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ხელი ჰქონდა, ხო, თან ტოპ წყვილი, თან ფლეშის მომოდინე ხელი და თუმცა ესეთი რაღაცებიც შესაძლებელია. რომ აი ფლოპზე უბრალოდ დაკოლა, ანუ არაფრის მომოდინე ხელი და მე თერნზე უკვე რაღაც დაიჭირა. ესე გაგვაუცემენ ხოლმე სასიამოვნო ხანდახან რეკრეაციული მოთამაშეები, მაგისთვისაც არიან, მაგიტომაც არიან რეკრეაციული მოთამაშეები. კი ბატონო, ცოტა დიდი ვიდეო გამოდის, როგორც ვთქვი, ხა მეორე რეგულარის გარჩევა რო დავიწყო, შესაბამისად ამ მეორე რეგულარს კიდე ცალკე ვიდეოში გავაკეთებ და აქ ამ ვიდეოს დავამთავრებ. კარგით, კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.